ცოტა სპორტული კომენტატორები რო არ ამბობენ ისეთ რამე უნდა თქვა. აი ხა თანხები რო ახსენეთ კრისტიანო რონალდო, არ გეჩვენებათ რომ აი ეს ამდენ ფულს რო აკეთებენ სპორტსმენები. ცოტა სიგიჟია. კი როგორც როგორ ამოჩვენება. განა იმიტომ რომ ეს სპორტსმენები არაფერი მეუბნება ძალიან მაგარია თელ ცხოვრება სპორტს. მე მაგაზე ვიღადავდი ერთხელ აი წლების წინ რუნის რო გაუყურა. რუს რო გაიტან მილიონები რატომ უნდა მოხსენ და როცა ვიღაცამ კაცი გადააჩინა ეგ იმან რაღაცა და მიწეს ხომ ალახე იყიდება და იმიტომ რა მაგარი რა სამყარო რეალურად ის ტიპი ის ტიპი იღებს წილს იმ პროდუქტიდან რაც იყიდება ახალსად რა საიტი გაიჩნდა ერთი 11-12 წლის წინ GMG იყო ჯერ კიდე და საიტი გაიჩნდა შენ ხელფას წერდი და გიწერდა რამდენი წელი უნდა იმუშაო რომ მესის რა ხელფასიც აქვს ეგ გამოიმუშაო და ნუ ეს ხო ციფრების დემეს გიждდება რომ ჩაწერა რაღაცა ნახა რომ ქრისტე შობამდე უნდა დაბადებულიყო და მუშაობა უნდა დაეწყო მაშინ რომ რაღაცა მესის ხელფასი რო გამეკეთებ მესის ხელფასი რო ამეგროვებინა რაც წელიწადში ქონდა მუშაობა უნდა დამეწყო ქრისტე შობამდე მე-4 საუკუნეში და ამის თავის ხელფასი ჩემი ხელფასი შევადარე და ქრისტე შობამდე მე-4 საუკუნეში ისე რომ რამდენი წელიწადში გამოგიმუშავებია წელიწადში წლიური ხელფასი გამოსწოდი ერთი მის ხელფასი რომ მე დადის მანჩესტერს ყავს ნაყიდი ვან პერსი ფალკაო რუნი და ვიღაცა კიდე 4 კაცში კარში კვირაში მილიონი უჯდება ეს 4 კაცი შენახავთ და რუნის ხელფასზე და 250,000 ფუნტი ქონდა კვირაში რუნის გაუფორმეს ახალი კონტრაქტი ხო და 250,000 ფუნტი 2014 წელს თუ 13 წელს 12-ში 12-13 რუნის გაუფორმეს ახალი კონტრაქტი და ტატო გადის დაბოროტობს სამსახურში 400-ზე და წარმოიდგინეთ ეს რაღაცებს ლაპარაკობს გვიხსნის რომ რუნი რაღაცა ტიპს აქ ამდენი და აი წარმოიდგინეთ ტიპი შენ კუჭი კონდა შაშლილი მთელი დღე ტუალეტში იჯდეს არაფერს არ აკეთებდა და მე თვეში რასაც ვაკეთებ რა თვეში ტუალეტში სანამ გამოვაო არა ტუალეტში სანამ კუჭსან ვეკნე იმას გააკეთებს თვეში მე უნდა მოვიდე და მაგის თამაშები წავიღო თვეშიც ვერ ვაკეთებდი თვეში ვერ ვაკეთებდი ანუ თვეში არ ქონდა იმდენი ხელფასი ანუ ის რუნის ნახევარ საათში ქონდა ტუალეტში კუჭაში რო იჯდა კუჭაში აი კუჭაში რო იჯდებოდა ტუალეტში და ეხლა ჯერ აბუგა რუნი ეხლა ესე მთელი დღე არაფერს არ აკეთებ მე ბოლოს უკვე დაამძიმე კუჭი შეიძლება ქონდეს აშლილი ტუალეტში იყოს და მე აქ რომ მუშაობ და რაღაც და დამთქმელი იყო როგორც მახსოვს დღეში ქონდა როგორც მახსოვს დღის შემოსავალი ქონდა ჩემი წლის შემოსავალი მე მაგაზე ხარ ახლა მე არ ვამბობ მე რატო ჩემცავს არ მაგათ ობიექტურად ვიტყვი რა ამერიკაში გამოხვიდე კარი მაგას ცოტა ის გააჩნია რა ექიმი ქირურგი სერიოზულად დახარჯო ჯერ 12 წელი უნდა ისწავლო 12 წელი მე იქ რეზიდენტურა რა ციგიში არის ისეთი ის არის ახლა ჩემი დაც ყოფილა მოგლეთ გავლილი აქ ეგ რა ჩემ დიშვილს გადის ახლა ჯერ აი სტრესია რეზიდენტურას რო გადაგა ჯერ კვდები რა მუშაობით ისეთ რეჟიმში მოგლეთ ჯოჯოხეთი უნდა გამოიარო და მე რო გახდები მიაღწიე და თან უკვე დაბერდი ხო 12 წლის წავლე უყურება 10 წელი ხარ იწყებ ხო იწყებ კოლეჯს რაღაცა მე რაღაც მე რო გახდები წარმატებული აი ახლოსაც ვერ მიდიხარ მაგ ტიპი ფეხბურთს თამაშობს ეტობა რო და მაგას ხოთში ბევრი ცუდი ის მოაქ რა აი გვერდითი მოლა მაგალითად ტიპები აი განსხვავებული NBA-ში ვარ დაკავშირებული NBA-ში რომ მოხდებიან კონტრაქტ დრაფტზე რო აიჩევენ კონტრაქტს რომ მოაწერენ ხელს თან მაღალი დრაფტი თუ ხო დიდი კონტრაქტი თუ დაიტრია 4 წლიანი რაღაცა ხო აი ძალიან ბევრი ტიპი არის 2 წელი ითამაშა და საერთოდ გაქარა ტიპი რა ხო мотиваციაზე გიქნა мотиваციაც არა ხდები აი განა არ უყვარს თამაში მაგრამ ახლა ისეთი რეჟიმი აღარ უნდა რა წარმოდი NBA-ში რო მილიონერია ხო ყოველ მეორე დღეს თამაშები აქვს და დღეს რო ითამაშე ჩიკაგოში რა ზეგ უნდა ითამაშო სიტყვაზე მინესოტაში გადაფრინდი გადმოფრინდი რაღაც და მთელი ეს აღარ უნდა ტირს რა აი თემა რომ შიერი უნდა იყო და ეს შიმშილი მარტო ის არა ეგრევე ძღებია დრაფტზე რო აგერჩეს უკვე გაძეხი ანუ უკვე იმ ხელფასი რო გაქვს რომ იმის мотиваცია არ გაქვს ხელფასის ამბავში რომ მოგემატოს იმიტომ რომ უკვე იმ ხელფასი გაქვს რომ ისედაც რა რავი არაადეკვატურ არალოგიკურია არა თან ეს მათხოვნა მე კი არ მენანდება და არა ეს ოსკარის ის ჩელსიში რო ხარ წარმოვიდგენ და ჩინეთში რომ მიდიხარ თან ეუბნები ხალხს რომ გეკითხებიან რატომ მიდიხარ მე ხარ კაპიტალნა დავაგროვო და
მოგონებით კი არ უნდა ვიცხოვრო კაცსა ტკბილი ცხოვრო მინდა ჩელსიში რო ხარ ცოტას გაძლევენ შეჩემ ხო არ ვიცი და ჩელსი თან აბრამოვიჩი ჩელსია ბაბატია ძალიან არ მიყვარს და შეება შთაბეჭდება შეიხების ტიპი რო ხდები როგორც შთაბეჭდება შეება შეიფებს ხო ყავს ეზოში ვებხვები და იმის აი ეგეთი როჟა ხარ რა ტიპი გამოდის თავის პირად ეზოში იმიტომ თავის პირად ეზოა სტადიონი ეგ თulis ეს სტადიონი თulis თავის პირად ეზოა და გამოუშვით ერთი არბენით რონალდო აი ეგრე მგონია ცოტა მე მით უმეტეს რომ საკმაოდზე მეტად უზრუნველყოფილი ხარ ცოტა შეურაცხყოფელი მგონია მე შეიძლება ველმოდური ვარ და მართლა შიდაური ცხოველი ვით თან მე ის ეგრე კი არ არის თან ახლა რამდენად გათამაშებენ თან ანუ უკვე რა რაოდენობრივად რო არის ერთი გამოუშვით გავერთო ერთი რონალდოს უყურო აი ეგეთ ხო მაგისტვის წავიდა ხო მაგისტვის წაიყვანა რონალდო ხო იმენ მაგისტვის ნუ მაგას უფრო იმისთვის წაიღო ან სოფლიო ჩემპიონატის მასმიზლობა მიიღოთ 30-ის აა მაგიტომაც რო აი ეგ აქვს რა 30-ის კი არა 34 უნდა სამი რამე მანქანაში ნიტატაროს ლომი უნიტაზი აუცილებლად უნდა იყოს ოქროსი ის არ შეიძლება და ეზოში დარბოდეს რონალდო ან ვინმე ბაპე ცოტა ხანში წავიდა ნუ ეგეთი ტიპები არიან აი ნეიმარი ხო დარბოდა მაგაში ბუღამს პოულობენ შენ ხო რო ხარ ხო უნდა მიხვდე რომ რაღაცა შენ თქვის არ იყო ამდენ ფულს იღებ ხო კაი ხო ესმის რომ ის მეც გიხდის მაგრამ ნუ ხო ცოტა საკაც არ იღებ რა მილიონერია ესეც ხარ და ისეც ხარ არა ბიჭო ნუ ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდი სხვაობაა მაგრამ აი რონალდოსე არ გამკვირვებია სიტუაციაზე ვიღაცა არ გამკვირვებია მაგრამ აი დურანი მაგალითად ეტყობა იმ ხელად ანხაშეს თავაზეს და ნუ მეორე ვარიანტი ალბათ ის საკუთან კრისტიანოსთანაც ითამაშებს და ეხლა ნუ დურანისთვის არის თემა რომ აი მომენტ აი ეგ მესმის ხო აი არა პატარა мотиваცია რომ ჩახვიდე და კრისტიანოსი შენი კუმირია და ეხლა იმასთან თამაში ეხლა მე ეგ მესმის ფოტო ორი სამი ფოტო კონდეს აი ესე კრისტიანოსთან გადაგებული თვითონ კრისტიანოს ვისთან თამაში უნდა ოკეი მაგრამ დაი კრისტიანოს მართლა არასდროს პრობლემა არ ექნებოდა სულ არ წასულიყო მან ხო ეხლა ფინანსურ ამბავში აი შანსი არ არის სულ რო გავფული აი სულ რო ეხლა ხო კრისტიანოს ძალიან მილიარდთან მიახლოებული შეიძლება კაპიტალი ქონდეს შეიძლება არ ქონდეს მილიარდთან მიახლოებული შეიძლება 100 მილიონი არ ვიცი ამდენი ბევრი დიდი კაპიტალი აქვს ხო ზა სულ რო გაუნულო ეხლა აი ნულზე რო დაჭდეს რა ოთ რონალდო ეხლა და ხვალ აი აღარ ითამაშოს ტეგბურთი მაინც იმაში შევიდა ონლაინ ბანკში შევიდა 0 ევრო აქვს რა ელიტ ელექტრონიკში დარეკავს ჩაიდანი გამოვში სიდიჯო ჩაიდანს არ არის ტიპს აი არაფერში არ ჭირდება даже ფული კრისტიანო რონალდო ხა ფული даже არ ჭირდება დონაციებით იცხოვრობს მე ბიჭო ვაფშე დარეკავ პუმას იმაში და იტყვი შენ ბოტასებს ვიცმევ ერთი კვირა ვაფშე არაფერში აქვს მართლა ეგ ტიპი რო ხარ ამთავრდა დარეკავ მე იმას ფერარიში ეტყვი რომ შენი მანქანით ვივლი ნახევარი წელი შენ ვიღალ თქვა სტალინს ის არ ქონდა რა ქვია ერთი კიტელი ქონდა მარტო რა შეგვიძლია თუ და სხვა რამე ბიჭო ეგ არის ყველაზე სადა ეს ხო ქვეყანა არა მაგაზე სასაცილო იცი რა არის ხელფასი იცი რამდენი ქონდა ხელფასი რო ქონდა უკვე დაცინო არ არის ქვეყანა გაგბიჭო რა თუნდოდა ვაფშე რამე რა თუნდოდა და იგივე არის კრისტიანო არაფერში არ ჭირდება სტალინს კი არ ვადარებ და ხელფასი იცი რამდენი არაფერში არ ჭირდება რა ტიპს ხო ხვდები რას წამო ო ანუ აი მე ვარ ლისაბონში რო გაიღვიძოს კრისტიანო ნიფხავით რო გამოვიდეს უახლოეს გაიზმო ჩამაცვით რო თქვა კაფეში ხო და კაფეში რო შევიდეს უახლოესი ტრუსიკი დაჯდეს კრუასანს და ყავას ყოველთვის მიარ მიცემენ რა ყოველ საჭმელი არ მოვაკლდება სასმელი არ მოვაკლდება ქალები არ მოვაკლდება არაფერი არ მოვაკლდება მისცემენ რომ მოდი ჩემთან ჭამე კრუასანი კიდე ფულს მისცემენ ო აქეთ გადავხდიან 10 ევროს მიცემენ თითო ჭამაზე კრუასანი ანუ ეგეთ პოპულარული რო ხარ დაჟე აქ ჭირდება მაგის ხმა მინდა რა არც ჭირდება რა ეგ ისეთი ტიპია რა რეკორდებზე ისე გართულება რომ შეიძლება უნდა მოხსნას რეკორდი ყველაზე ძვირად ღირებს YouTube-ზე მოხსნა ტიპმა რეკორდი ყველა სწრაფად გავიდა რაღაც რამდენ გამომწერზე რაღაც საშინელი YouTube არხი აქვს იმენა რაღაც რაოდენობის გამომწერზე ავიდა ყველაზე სწრაფად გოიმური აი რავი რაღაცა